უსამართლო და მტკიცებულებებს მოკლებული. ასეთია მმართველი გუნდის შეფასება ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე. რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობით მიღებულ დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის გადახედვაზე, პერსონალურ სანქციებზე, ახალ არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე. რეზოლუციას სოციალურ ქსელში პატიმარი სააკაშვილი გამოეხმაურა. მადლობა ევროპარლამენტარებს იმისთვის, რომ არასდროს ერიდებიან ჩემს ხსენებას, მათ შორის რეზოლუციებში, განსხვავებით ქართული კრიტიკული მედიებისგან, წერს მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ ხო ვიცით, რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები, უკვე ცხადია და ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია, რომ ამ რეზოლუციებზე, განცხადებებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში, ოპოზიცია რომ ქვია ის პოლიტიკური ძალები. მათ სხვა არაფერი არ გააჩნიათ, საერთოდ არაფერი არ გააჩნიათ, ერთადერთი რაც გააჩნიათ არის აი ესე გადმოგდებული მაშველი რგოლებით რაღაც განცხადებების და რეზოლუციების სახით, რასაც მერე ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ამით იწყება და მთავრდება საქართველოს აწყვო თუ მომავალი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ხედავ რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ რეზოლუციებს წერს და შემდგომ უკვე აძლევს ევროპარლამენტის წევრებს ხმის მისაცემად. როდესაც ასეთ უსამართლო გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე და თან უკვე პირველად არა, რა თქმა უნდა, მიდგომა იქნება ისეთივე, როგორც წინა რეზოლუციებსადმი იყო. ეს მას აქვს ჩალისფასი, ვინაიდან ის მტკიცებულებით არ არის გამყარებული და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვას.